რა ერქვა პირველ ძაღლს, რომელიც კოსმოსში გაფრინდა? არ მახსოვს რა ერქვა პირველ ძაღლს, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. მახსოვდა ადრე. ეს კითხვა იცი რატო არის საინტერესო? თუ ამ კითხვაზე პასუხი გეცოდინებოდა რამდენიმე ათწლეულის წინ, ან თუნდაც მოდი ვთქვათ 20 წლის წინ, ეს შენს ჭკვიანობაზე და ახალგონიერებაზე და სიბრძნეზე და განათლებულობაზე და ყველაფერი ეგეცე მეტყველებდა. იმიტომ რომ ასეთ ინფორმაციებს თუ არ დაიმახსოვრებდი, არ იყო იმის საშუალება, რომ უცებ მოგეპოვებინა, ხო? ყველაზე განვითარებულ და დახვეწილ ტექნოლოგიად ითვლებოდა ქალაქში არსებულ ბიბლიოთეკაში წასვლა და იქ რაღაცეების ენციკლოპედიაში მოძებნა და დიდარ ოჯახებს ეს ენციკლოპედიები სახლში ჰქონდა და ეგ ძალიან დიდი ის იყო ფლექსი. სამაყო ამბავი იყო, რომ აი ამ ოჯახს თუ ენციკლოპედია აქვს სახლში, ესე იგი ძლიერი ოჯახია თუ რაღაც. შემდეგ Google რომ გაჩნდა, აი ესეთ დამახსოვრებად ინფორმაციებს ფასი დაეკარგა და ახლა საერთოდ ChatGPT რომ არის და ეს ხელოვნური ინტელექტები თან მობილურში არის, მობილური ყველასთან გვაქვს ინფორმაცია, რომელიც ერთ წამში დაგუგლადია, ეგეთ ინფორმაციის დამახსოვრება აღარ გააჩნია ფასი. და ეგ არც განათლებულობას ნიშნავს, არც გამჭრიახობას და არაფერს. იმიტომ რომ აი აგერ შევალე ხა ნებისმიერი კითხვა რომელიც არ უნდა დამისვათ, მსგავსი ტიპის. ერთ წამში მეცოდინება. ნებისმიერი კითხვა. წარმოიდგინეთ, ნებისმიერი კითხვა. პირველად ძაღლი რომელიც ეს არის ლაიკა. ხო და ამიტომ ანუ თქვენი გონება ისე წარმართით, დამახსოვრებადი ცოდნები კი არ აღიქვათ განათლებად, არამედ პირიქით. ჩათვალეთ ეს ყველა ინფორმაცია დამახსოვრებულია ისე რაც უბრალოდ მობილურშია, მთელი დედამიწის ინფორმაცია და ეხა თქვენ უნდა იყოს ჭკვიანები და ესენი ყველაფერი რაციონალურად გამოიყენოთ. აი მანდ არის ნამდვილი აზროვნება.